საბანკო სექტორის რისკის შეფასების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Rating-მა. დოკუმენტში მიმოხილულია ცენტრალური აზიის და კავკასიის რეგიონის საბანკო სექტორის საერთო ტენდენციები, ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე მთავარი გამოწვევები და მაკროეკონომიკური რისკები. ანგარიშის მიხედვით მაღალი შეფასება აქვს ინსტიტუციურ ჩარჩოს საქართველოში და ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საბანკო სექტორის რეგულირება და ზედამხედველობა მოწინავეა რეგიონში. ამავე ანგარიშში, როგორც წინ ანგარიშების გავსად, საქართველოს აქვს ყველაზე მაღალი შეფასება რეგიონში, ყაზახეთთან ერთად და განსაკუთრებით ხაზგასმული არის ინსტიტუციური ჩარჩო, რომელიც მათ შორის მოიცავს საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის პრაქტიკებს. ასევე ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ მაღალ საკრედიტო ხარისხს საქართველოში, დაბალ საკრედიტო დანაკარგებს, რაც პოზიტიური მაკროეკონომიკური ტენდენციების პარალელურად საქართველოს ეროვნული ბანკის მუდმივი ძალისხმევით აიხსნება, რომ უზრუნველყოთ ქვეყანაში ჯანსაღი დაკრედიტების სტანდარტები. სარეიტინგო სააგენტოების მიერ ასეთი პოზიტიური შეფასებები ყოველთვის დადებითად აისახება საბანკო სექტორზე. უცხოელი ინვესტორები პირველ რიგში სწორედ ამ სააგენტოების შეფასებებს უყურებენ ხოლმე, როცა ქვეყანაში განიზრახავენ ინვესტიციების გაკეთებას.